მოგესალმებით მეგობრებო, ამჟამად ნამდვილ ორიგინალურ გადაცემა კინოპოდკასტში. ჩემი სახელია ჭიკინოსკაცის გამხმოვანებელი, ჩამხმოვანებელი. მე მონტაჟი ყველაფერი გახლავართ. მოკლედ, რადგან კინოშესრულების ეპიზოდებს დიდი შრომა სჭირდება, დიდი დრო, გადავწყვიტეთ რომ ესეთი განსხვავებული კონტენტი და განსხვავებული ვიდეო ჩაგვეწერა და ნახოთ როგორ გამოვაკეთეთ. თუ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები და მსგავსი სტილის კონტენტი, აუცილებლად დალაიქეთ არხი, გამოიწერეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი. მოდი დავიწყოთ. მაგით როგორ დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი ადამიანმა, რომელმაც კოლაბორაციებით და ხარისხით გვაჩვენა, რომ YouTube-ს ალგორითმის გადახვა შესაძლებელია და YouTube-ზე ხარისხის ძალა მე პირადად დამანახა ნამდვილად. ჩერი, როგორ ახარ აბა? კარგი, ჩერი როგორ ხარ? კარგი. მოკლედ, მოდი პირდაპირ საინტერესო კითხვით დავიწყებ. აი როგორც ასეთი YouTuber-ობა, ანუ როგორც ასეთი YouTuber-ობა როგორ დაიწყო? ინსპირაცია გყავდა ვინმე თუ შენით მოგაფიქრდა ყველაფერი? როგორც ასეთი, ანუ YouTube-ით საერთოდ ძალიან ადრე დავინტერესდი, 5 წელს ვიყავი ალბათ. ახლა ვარ 15-ის, ვინც არის. ხოდა, მაშინ უყურებდი ხოლმე ძირითადად უცხოელი YouTuber-ებს, იმიტომ რომ ქართველები რომ დიედა არც მოხვდებოდნენ და არც მყავდა ნანახი რომ ვინმე იყო საერთოდ რა და ეს 6-7 წელს ასაკში მე აღმოვაჩინე Nika TMG, Geomineri, Deshi იყო კიდევ. Minecraft-ის YouTuber-ები ძირითადად რა, თან Minecraft-იც მიყვარდა, თან YouTube-იც მიყვარდა, ასე რომ ძალიან ისეთი სფერო იყო რა, ჩემთან დაახლოებული და ის კავშირში მოკლედ ესე ვთქვათ. ხოდა ამის მერე 7 წელს ასაკში გავაკეთე პირველი არხი, რომელიც დღემდე არსებობს, მაგრამ მაგას არ ვლიკავ. და რაღაც სისულელე ვიდეოებს ვდებდი რეალურად, მაგრამ ჩემი ის იყო რა ქვია, საფუძველი მოკლედ მანდიდან დაედო რა. და მაგის მე კიდე 5 არხი მქონდა, რომელმაც არ გამართლა, მაგრამ ამ 5 არხის განმავლობაში ვისწავლე რაღაცები, ყოველ არხს წინაზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. და საბოლოოდ ესე ჩერი შეიქმნა და არის ახლაც. ანუ როგორც მახსოვს გეიმინგი დაიწყო ყველაფერი რა Minecraft-ზე. ერთადაც იყავი რავი ეს ეპიზოდი და რაღაცა და აი რამ გადაგაწყვეტინა ან როდის გადაწყვიტე რომ აი всё მორჩა გეიმინგი და რა სხვა რაღაცას დავიწყო და ცოტა სხვა კონტექსტში შევიდო. 2000 გამომწერეს რომ გაიყინა არხი და თითო ვიდეოს 500 ნახვაზე მეტი რო არ ქონდა და გამომწერებს საერთოდ რო აღარ მემატებოდა, მივხვდი რომ ანუ ეს აუდიტორია, თვითონ გეიმინგის აუდიტორია და Bedwars-ის აუდიტორია რაც იყო Minecraft-ის, უბრალოდ ამოვიწურა რა, მეტი აღარავინ დარჩა, ესეთი რომ გამოიწევს სახი ხო ხდები. და მან მივხვდი რომ ჯობია შევცვალოთ რაღაც სხვაზე გადავიდეთ. რა ის შენ ძველი გამოწერები როგორ შევხვდნენ მაგ შეცვლას? თავიდან ყველამ თქვა რომ ისო Bedwars-ი გურჩენიო და Minecraft-იო. მაგრამ ნუ შეგვინდა ახლაც წერე ხოლმე კომენტარებში რომ უწორდებათ ვიდეოები, ასე რომ ყველამ კარგად მიიღო ჩემი აზრით. ატკაზე ხარ ხო უკვე როგორც მახსოვს? კი, ატკაზე ავედი გუშინ. აშკარად პროგრესია, მეგობრებო, გილოცავ ის ატკას. მადლობა. ასიც მოგვილოცავს მალე. მალე გისურვებ ატკას შენც. მადლობა. ნუ საქართველოს შენი აზრით ღირს YouTuber-ობის დაწყება, აი როგორც საქმე რა. ანუ ოღონდ არ მომფრა გადაცემებს და რაღაც აი მილიონი რო ჩატო და რაღაც მე გადაცემა აკეთო რა, იმენა YouTuber-ობა რა. აი რო ადგეს ადამიანი დაჯდეს კამერად და რაღაცა კომპიუტერი გაამზადოს და დაიწყოს გადაღება რა კონტენტის. თუ იდეა არის ისეთი რომ გაამართლებს და თუ ადამიანს უნდა და მონდომებულია და რავი უსწორდება ეს საქმე რაც თავარია, თუ არ ისწორდება არაფერი არ გამოგივა და თუ ფულის გამო არ იწყებს, გამოვაკი. რატომაც არა. ასე გები. მაგრამ ძალიან რთული ანუ ეს მარტივი არ არის რომ ყოლა დაჟე ჩართო გადაიღო. ხო, არა ვიცი, საქართველოს შეხმარებას რო დავაკვირდი, აი სულ სხვა დონეზე ავიდა YouTube-ი რა მონტაჟი. კი, შარშან საერთოდ სხვა დონეზე იყო, ახლა საერთოდ სხვა დონეზეა. და როგორ ფიქრობ ის ხალხში როგორი მენტალობაა რა ჩამოყალიბებული აი. აი შენ ოჯახს მაგათ როგორი დამოკიდებულება ქონდა რო ავე. ჩემ ოჯახს ამ ესეთი ჩვეულებრივად შეხვდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან იმდენი არხი მქონდა რომ უკვე მიჩვეულები არიან და სულ ვიზახდი რომ აი მე YouTuber-ი უნდა ვიყო. აი იმდენჯერ არ გამომივიდა, რომ აი არ ვიცი რა, არც მახსოვს რამდენი არხი მქონია ხო და ნუ ეხლა ჩვეულებრივ მიჩვეულები არიან და რა ვიხელს მიწყობენ ყველანაირად. ხო, მე მაგათ 5-6 წელია რა YouTube-ზე ვაკეთებ ხანის ხანასა და მეც დაახლოებით ეგეთი ის პრობლემა. როგორც მაინც უყურებ მასებში YouTuber-ობა მაინც არის საღადაო და რაღაც სამაიმუნო პროფესია. იცი რა არის? საღადაო არის სანამ აი ცოტა დიდი რიცხვებს მიაღწევ რა. აი დასაწყისში სტარტზე არის საღადაო, იმიტომ რომ ახალი არხი გაქვს და ახალი დაწყებული გაქვს. ვერ გააკეთებ ისეთ კონტენტს როგორც საჭიროა, ხო ხდები ანუ. მე მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გამოცდილება მქონდა ამდენი წლის და აი ეს არხი დავიწყე უკვე ისე ვიცოდი ალგორითმის ისე მქონდა შესწავლილი, სანამ ამ არხს დავიწყებდი, რომ რეალურად პირველივე ვიდეომ საკმაოდ კარგად წაიღო რა. აი როგორც კი დავდე, პირველი 50 ნახვა და რაღაც გამომწერების მომატება ეგრევე ქონდა. მე მგონი 4 ვიდეოში ავედი 100 გამომწერებს თუ რაღაც. და ანუ მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვიცოდი ასე თუ ისე, მაინც ვერვდებდი ისეთ ვიდეოს როგორც ახლა. და ერთი წლის მაინც იმებს ვიტყვი. ყველაფერი ალგორითმს ყველაფერს უნდა ჩაუჭდე და რა მონტაჟისაც თავიდან ვერ დადებ პროფესიონალურ ვიდეოებს.
ხო, ჩემი ეს პირველი კინოშეცნობის ვიდეო რო დაამონტაჟა, რა ვიცი, თან ვაკეთებ ამ საქმეს. რო დაამონტაჟა, ვაფშე რაღაც სასწაულები იყო რა. მეთქი ამაზე კაი რა უნდა გამოვიდეს და პროსტა რო ჩავხედე მე რაღაცა. ის შევცვალეთ, რომ მაინც ყველანაირ რჩევა მაგაზე კარგი რაღაც რო გამოვიდეს რა. კი, ანუ არ არსებობს ზედაზღვარი არა. ზედაზღვარი არ არსებობს რა. ჩემი ეს. ის ამდენს ფანტაზია გაცდება თუნდაც YouTube-ის, თუნდაც ზოგადად ადამიანის. ხო, მონტაჟი კიდე ერთხელ ვიტყვი რა. იმდენი კათი, იმდენი რაღაც ეფექტი ეძო, მაგრამ მეთქი აი რო შევცვალოთ უკეთესი გამოვიდა მართლა რა რაღაცა. ნუ მიკროფონის პრობლემა მაინც იყო. მაგრამ ხო ხარ. აი არაფერია. ამასორდა. აი კოლაბორაციებზეც მინდა მეკითხა, აი რა სიტყვი. როგორ თქოს შენახს საკმაოდ გამოადგა ეს კოლაბორაციები რაღაც. რუტოსთან გქონდა, ნიკასთან გქონდა და აი როგორ გამოადგა შენახს და ყველა იუთუბერს თუ სჭირდება შენი აზრით ეს კოლაბორაციები. პირდაპირ ვიტყვი ყველას არ სჭირდება. იმიტომ რომ არიან არხები, რომლებიც რავი კოლაბორაციების გარეშეც ძალიან დიდ რიცხვებზე ავიდნენ და ასე შემდეგ. ანუ თუ ტიპი საინტერესოა და რავი თვითონ შეუძლია რომ გაკაჩოს, არ არის. მაგრამ ნუ კოლაბორაციები დაეხმარება თქო არხს ახლა განვითარებაში. თუნდაც პატარა იუთუბერებთან, თუნდაც დიდი იუთუბერებთან. ანუ აი მაგალითად კოლაბორაციები, ბოდიში, აი კოლაბორაციებს მახსოვს რომ ვიღაცა თქვა რომ ჩემი არხი გაპიარდა ბჭყალებში ძველი. ნუ თავიდან კი ბევრი ხალხი შემოდა, მაგრამ მე გადიან რა. თუ რაღაც ისეთ კონტენტს არდებ, როგორცაც ელოდებიან. თუ კოლაბორაციას აკეთებ, ანუ ახლა შეიძლება ნებისმიერ მაგალაკეთოს TMG-სა თუნდაც ხო კოლაბორაცია რავი ნაცნობობიდან რაღაც და რავი როგორღაც ნიკასთან 5 ვიდეო მიდევდა ძველ არხს ვიდეოს ძველ არხს ანუ სხვა რაღაც მომხურე აი ნებისმიერ შეუძლია გააკეთოს და ნებისმიერ სტილის ვიდეო შეიძლება გადაიღოს რაღაცა ბედო არს რაღაცა რავი პროსტა ჩასვას მაგრამ თუ შენ თვითონ არ ხარ ისეთი ტიპი ანუ საინტერესო და ამ თავს კი არ ვიქებდა რაღაცა მაგრამ სიმართლე ის არის რა თუ შენ არ აკეთებ ისეთ ვიდეოს რომ ხალხს დაინტერესდეს ისეთ თამბნეილს თუ არ აკეთებ რომ დააკლიკოს და შემდეგ ანუ სულ რომ TMG იყოს აზრი არ აქვს არანაირ კოლაბორაციას ეგრე აზრი არ იქნება რა ანუ შენ თვითონ კარგი ხარისხის კონტენტი უნდა გავაკეთო ხო ნუ ხო ვიეს პროსტა თამბნეილს ვერ მიატყებებ იმას TMG-ს და ვერ თქვი რომ ეგრე კი იქნება სიტიარი დააჭერენ იმიტომ TMG-ა მაგრამ ვიდეოს 20% იქნება retention-ი რა ხო წინა ვიდეოს რო უყურებდი, ბევრად მეტ ადამიანმა დააკლიკა, ვიდრე ბოლომდე დარჩა, იმიტომ რომ აუდიოს პრობლემა მათ ესეთი შექმნა რა დაბალი retention-ი. ზოგადად 40 და რაღაც პროცენტი იყო სწორედ მიკროფონის ხარისხია. ეს იცი. მიკროფონის შუქი, კამერა როცა გაქვს. სულ რო 480p-ში ქონდეს გადაღებული პიქსელება ჩამდე რაღაცა, ხმარ თუ კარგია, მაინც შეიძლება ყურება. კი კაცო, თავად ერთ ხმა რა. მაგათი პოდკასტზე შეიძლება რაღაც კამერა არ გივარკოდეს ადამიანს, რაღაცა შუქი, განათება, ჩაწერო მოსასმეც სასიამოვნო იყოს რა. კი, ან პოდკასტი ის მაგისთვის არის. ვიდეო არც არიან მნიშვნელოვანი. ხო. აი, კამერასთან როგორ ხარ ესე აი? აი მე მაგათი თავს გეუბნები. აი კამერასთან ხო როგორ მუშაობ? ეხა პირველად ჩავთე მართლა მეგონი კამერა რაც ამდენი წელია YouTube-ზე ვარ. და საკმაოდ რთული ბარიერი იყო რომ თქო ამდენ ადამიანს წინ წამოვიდე რა, ანუ ამდენ ადამიანთან გამოვჩდე. შენ რა სიტყვი როგორ გადალახე იმ ბარიერიდან თუ გქონდა საერთოდ? თითქმის ყველა არხზე რაც მქონია, ყველგან მქონდა კამერასთან მუშაობის ისა მომენტი რა. თითქმის, ანუ 1-5 არხი თუ მქონდა, აქედან 3-ზე მინიმუმ მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ძალიან რთული, ანუ იმაში როგორც მუშაობდი კამერასთან, ახლა საერთოდ რადიკალურად განსხვავებულად მუშაობ, იმიტომ რომ უფრო მივხვდი რა, ანუ ამ აზრს რომ უნდა იმუშაო კამერასთან. მაგრამ ძალიან ბევრი ვარჯიში უნდა დღესაც არ გამომდის ისე როგორც საჭირო. ბევრი ხარვეზები მაქვს, მაგრამ მაგაზე ვიმუშაობ და ყოველ ვიდეოში უკეთესად გამომდის რა, შედარებით. ხო და პირველი ცდისთვის არავინ არ ელოდოს რომ რაღაც სასწაული გამოვუათ და რაღაც რავი მისტერ ბისტივით ელაპარაკებენ და ასე შემდეგ რა, მე მოდის ეგ თავისთავად. მაზარი ანუ ხო რა გეუბნები მართლა ძალიან დიდი ბარიერი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ თქვა რაღაც 2000 მაგაც მანახა წინა ვიდეო, ხა ის რო 1000 მანახო, 1000 უკვე იცის ჩემი სახე რა და წინდაზეც 4-5 წელი ის არხი ისე იყო რომ ყველა მთხოვდა რომ კამერა ჩართე რაღაცა არა ხო ანუ მე არასდროს არ მქონია პრობლემა ხალხში გამოჩენის და მithumedes სახის გამოჩენის, იმიტომ რომ ანუ იუთუბერობა თუ გინდა მაგისაც ზად უნდა იყო. ხო ეგ რა თქმა უნდა, ეხლა ცნობადობა კი მაგრამ ნუ რთული ბარიერია ჩემი აზრით ზოგისთვის გადასალახი. ხო, ნუ პერსონალური ის არის. ეხლა მე მაგალითად დიდი არხი არ მაქვს, არც ძალიან ცნობილი არ ვარ და რაღაც, მაგრამ მაინც მიწერ ხოლმე კომენტარებში რომ აი ჩერ იქ დაგინახე და აქ დაგინახე და რაღაცა. ისე ეს თროთ მაინტერესებს არ ზუსტად ყველა ვიდეო არ მინახე შენ მაგრამ სპონსორები თუ არიან ან ჯერ ის პატარა არხზე თათ შედარებით პატარა არხებს სხვებთან სპონსორები ესე იგი
პირველი სპონსორი იყო ჩემთან, მე მგონი 1500 გამომწერზე. ანუ იყო მაინც სპონსორები. Five, ანუ ფულით არა, ბარტერული იყო, მიკროფონი გამოგზავნა Five-ი. ცერსკია, ასე ჩემი სპონსორები ვაკეთეთ გამოიხეთ, არ არის პრობლემა. ჩემი მიკროფონი იყოს, ეხა კამერა იყოს, შუქი იყოს, რაც კიდათ არ არის პრობლემა ბარტერი იყოს. კი, პატარა არხებზე, მოკლედ თანხას დიად არ ელოდოთ, უფრო ბარტერებზე შეიძლება იყოს, თუ მოგწერეს, მოკლედ ბარტერზე მოგწერენ რა, თანხა არ იქნება. აი მეგობრებო, მაგათ აქ შევა ყოფილიყო თქვენი რეკლამა. ჩაულებრივად. ბატონო, თუნდაც. აი, აქ გამოვიდო და დიდად. კაი. აი ცოტა უზნაური კითხვა მაგ მაგათ ჰეითერები როგორ მოდიან შენსკენ ანუ არიან შენ არხზე აი მაგათად კიდე ერთხელ მოვიყვანა ჩვენ წინა ვიდეოს 95% იყო კომენტარები რაღაც სულ პოზიტივი სულ რაღაც რჩევები რამე რომ აი რაღაც ყველას დიდი მადლობა ისე მაგისთვის და აი შენსკენ როგორ არიან ეგენი რა ან თუ მოდიან რჩებით ატოვებ მაგ იმებს რა ქვია ანუ ჰეითი კომენტარი რაიმე ჰეით კომენტარი თუ დაიწერა არ ვშლი რომ ჰეითის აქტივობა მოდი ამით დავიწყოთ და ჰეითერები ხდებიან რომ აკომენტარებენ, ადისლაიქებენ რაღაცა ეგეც აქტიობაში შეიძლება ვიდეოს ეხმარება. მაგრამ ბევრი არ მყავს, აი მართლა რა ის გავარდნილი ვიდეოები რაც არის მაგალითად ემუსია 1000 ნახევარისა და აი ალბათ 3 კომენტარი იქნება და მაქსიმუმ ცუდი რა. და ანუ არ მყავს დიდად ჰეითერები. ხო იმეც მაგალითად ის წინა ვიდეო დავდე რანდომი ტიპი გადმოხდა და აი როგორ ვედავკინოთ ეს კონტენტს როგორ იყო და დაიწყებია გინდებს აი გავშლი ხარ რაღაც ბავშვი შემოც არ ნახოს და რაღაცა ეხლა სხვა YouTube-ი ახლა კონტენტის მოპარვა არ არის, არ არსებობს ეგეთი სიტყვა. ესეთი სტრატეგია მაქვს მე და რავი, სადღაცაც რომელიღაც სოციალურ ქსელში ეწერა კიდევაც, რომ ანუ პაბლიკზე ოდესაც დებ ვიდეოს, ან რაღაც სანთავსე პაბლიკზე, ანუ იქვე ეწერა terms and conditions-ში თუ რაღაცაში, რომ როცა პაბლიკზე დებ, უნდა ელოდო ყველანაირ გამოხმაურებას, ანუ ლოგიკურია. პაბლიკზე რო დებ, უნდა ელოდო ჰეითსაც, კარგ კომენტარებს, ასე რომ არ მახანანაირ. ხო, YouTube-ზე თან ახლა ის არის, რომ არ ისჭება ადამიანი რა, რაც არ უნდა გაგინოს რაღაცა ის. გაგებოს ან YouTube-ზე არ დაუჭელობა არა ფაქტიურად. ამიტომ თავისუფალი პლატფორმაა და რავი, როგორც ის გამხატავს შენაძრს რა. კი, ანუ მე ბროდკიანებ. მაგრამ ანუ ეგ უფრო ხალხში უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ აი უცხოურ ვიდეოებზე მე რავი, თითქმის არც ერთ ვიდეოზე არ მინახავს ცუდი კომენტარი, არ ვიცი, შლიან მაგას თუ ტოვებენ თუ როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ ხო, ნუ დიდი არხები ალბათ არ დატოვებენ, მაგრამ არა, დიდი არხები უფრო ტოვებენ ხოლმე სიმართლე გითხრა, მაგრამ აი მაგათ ხა ბისთან ერთი კომენტარი არ მაქვს, ცუდი ნანახი, იმიტომ რომ უშლიან რა, მე მგონი უფრო. ხო, ეგ ბისს ხა ხელარხი აქვს, რომ მილიონ მოდერატორი იყოლება და რა, ეგენ უზიანო. 400 კაცი მყავს ოცმამ დასაქმებული ბიჭები. მაგრამ ანუ როგორც ასეთი ცუდ კომენტარებს უცხოეთში არ წერენ, იმიტომ რომ ისე რომ თუ არ მოგწონს ან დაადისლაიქე და გადი, ან ვაფშე არ ჩართო რა. ხა ნუ თან დისლაიქებიც საქართველოში აღარ აქვს დიდი აზრი, ანუ ადრე რო ქონდა ვთქვა. მაგრამ მაინც ადისლაიქებია. ანუ ადისლაიქებენ ახლა 3 დისლაიქი მაქვს უბრალოდ მახსოვს იმ წინა ვიდეოზე რა და მიხარია რომ ხალხს მართლა პოზიტივი შეუქმენი რეალურად ეგ რიცხვები რო გააქრეს დისლაიქიდან მაგის გამო ძალიან შემცირდა დისლაიქების კი ზუსტად ფსიქოლოგიური მომენტი გაიცა ძალიან კაი რაღაცა ქნეს ჩემი მე მგონი მოგათმო თავეთი რევიუს გამოგქნეს თუ rewind-ით თუ რაც ერქვა იმას რაც მილიონი დისლაიკი რო ქონდა რა არ ვიცი მაგდენი არის და თვითონ YouTube-ის ვიდეო რო საზიზღრობა ჩაატარა ის რო ყავდათ რა ქვია Will Smith-ი და ვიღაცეები არ ვიცი არ მაგა ნუ ოკეი კაი მოდი ჩემ თემებსაც შევეხები აი ფილმები აი ისეთი ფილმი გაქვს აი რომელსაც აი ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩაუჩვდე მე მილიონები ნახუნდა რაღაცა რა კი მაგ აი რომელი მაგალითად ინტერსტელარი დაუ ინტერსტელარი მაგარი ინტერსტელარში რა ისა რომელი პერსონაჟი მოხდეს მაგათ ყველაზე მეტად ეს რობოტი რო უთხელი ხო? ხო, სახელი. მაგარი ტიპი. და აი top 3 ფილმი ან სერიალი შეგიძლია დამისახიო შენთვის. სერიალებს ნაკლებად უყურებ. რეალურად ფილმებსაც ვერ უყურებ ეს ხშირად. მაგრამ რავი, ნახე რაც მაგ პირველზე ინტერსტელარი იქნება. მეორეზე იქნება ალბათ. ქართული ფილმები ხო შეიძლება რომ მეორეზე იქნება მაშინ მონანიება და მესამეზე იქნება ის რა ქვია არასერიოზული კაცი. ძალიან საინტერესო ლისტი შეიკრა ხალხო. ნამდვილად. მონანიება მართლა ძალიან, მაგრამ მიყვარს ქართული ფილმებიდან მეც. ქართული ფილმებიდან პირველზე დავაყენებ, მაგრამ რადგან ინტერსტელარი არის მაგას. ნუ ხა ინტერსტელარი საოცრება. ინტერსტელარიც და ისეც ოპენჰაიმერი. ეგაც. კი, ოპენჰაიმერი ძალიან მაგარი ფილმი. ნოლანის რაც არის, მოკლედ ნოლანი დაუ ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ის არის. საოცრია ტიპი არის, გიჟი იმენა. ატომური ბომბა აფეთქა რომ ის ყოფილიყო რა ქვია CGI არ გამოეყენებინათ
ოკეი, რადგან გეიმერი იყავი რა, ნუ ხარ კიდე ისე საინტერესო კითხვა გაჩნდა. ვარ, მაგრამ ესე აქტიურად აღარ. ოკეი, კაი, აი, რადგან გეიმერი ხარ, იყავი წყალებში, როგორც არის, აი, რომელი ფილმის ადაპტაციას ნახავდი გეიმინგ სამყაროში, რომელი ფილმის გეიმინგ თამაშის ადაპტაციას ფილმის სამყაროში. Minecraft-ის და გამოდის კიდევ ახლა აპრილში, ასე რომ დამიკმაყოფილა ეს ჩემი მოთხოვნა. აი, მაგრამ მე просто ბეჭდების ანეპრის ადაპტაცია რომ ნახო, გეონები 1 თვე მინიმუმ სახში ვეღარ ნახავენ რა. სახში გარეთ ვეღარ ნახავენ. რო თამაში გააკეთონ? ხო, გინდა თამაშიდან ფილმი ან ფილმიდან თამაში, სულ ერთია რა. ანუ ფილმიდან თამაში რავი, ვერ ფიქრობ ეგრე, ვერაფერს მაგრამ. აი, გეონები ბეჭდების ანეპრის გააკეთონ. ხო, ბეჭდების ანეპრის რო გააკეთონ 1 თვე გარეთ ვეღარ ნახავს ვერავინ, ჩემი ისე ჩაუჭდებოდა. თუ კარგია აღვონს რა თქმა უნდა რა თამაშებზე. აი, Harry Potter-ზე Hogwarts Legacy-ს ანუ ნორმალური გამოვიდათ. კი, ეხლა მაგის მეორე ნაწილის გამოდის როგორც მახსოვს. ხო, ძალიან მაგარი იყო. Last of Us-ის კარგი გამოვიდათ. სათაურს. ოკეი. Minecraft-ი ფილმიც ახსენე ზუსტად და აი, ერთი სული მაგარი როდის გამოვა და პროსტა კინოშეცნობის ვიდეო ჩავწერო ეგრევე. აი, შეიძლება ვფიქრობ როგორ ელოდები. ახლა ძალიან დიდი ჰეიტი გამოთქვა რომ რატო არისო ეს რაღაც ანუ ნამდვილი ტიპები რატო არიანო და რატო არ გამოვიდა რაღაც ეს რო იყო რა ქვია თავავიწყდა Minecraft-ის ეს რო არის თამაში რომ არის ფილმივით ცოტა ჯუმანჯი არა იმენა Minecraft-ის ის რო არის Minecraft Adventure თუ რა Minecraft Story ხო Minecraft Story კაროჩე არ მახსოვს Minecraft ხო ძალიან კაი ის მაგრამ ტექნოლოგიურად რო გადაიღო ადრე ტრენდში იყო ძალიან რა მაგის თამაში აი რაღაც ეგეთ სტილში ყოფილიყო Minecraft-ის ფილმი, ბევრად უკეთესი იქნებოდა ამბობენ რა. ხალხი მოკით, მაგრამ მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეხლა რაც გამოდის, საკმაოდ საინტერესოა ჩემი აზრით. ზუსტად რა. აი მართლა მაინტერესებს როგორი გამოვა, იმიტომ რომ რავი, ჯუმანჯის დაახლოებით იგივე სტილი იყო, რომ თამაში შევიდე. მართალია ბლოკებიან თამაში არ იყო, მაგრამ თამაში იყო მაინც და მაინც დამაინტერესა რა ფილმი, როგორც ასეთი საინტერესო ფილმი იყო ნამდვილად. აი ანიმეებთან ისე როგორ ახარ? არ უყურე. ეს ამოჭერით ხალხო კადრს რომ ნანახი მაქვს ესე იგი ერთი ანიმე. ან ნანახი გააქვს? ან ნანახი მაქვს. რაღაცები ოკეი რა მაგალითად დორორო ქვია ერთ ანიმეს. მომეწონა, მართლა მომეწონა. Death Note-ის რა მე მგონი რამდენიმე სერია მაქვს ნანახი, მაგრამ ეგეც მომეწონა. გაგზავნა რა. აი, ხდება ხოლმე ანიმეებს. და მე მგონი მეტი ისეთი არაფერი არ მაქვს ნახე. მაგრამ ანუ სრული მქონდა ყურების, მაგრამ მუღამი არ მქონდა რა. რა დიდი საინტერესო არ არის ჩემთვის. მაგრამ რაც ნახე ისინი მომეწონა. ეზერი არ არის. მან ხო მე ანიმეშნიკი ვარ, ხო ანიმეები ვინც იცით შეგიძლიათ მოგიწვოთ უფასოდ პოდკასტში არ არის პრობლემა. უბრალოდ აზიურ კულტურასთან რაღაც ახლოს არ ვარ და მაგიტო ალბათ უფრო მაინტერესებს დიახ. ეხლა მაგალითად ზოგიერთი ანიმე ევროპაში ვითარდება, ზოგიერთი მაგალითად Attack on Titan გერმანულ ქალაქში იყო სრულიად რა. ანუ გერმანიდან იყო ქალაქი გადმოტანილი ფაქტიურად. ნუ როგორც არის ანუ ეხლა მაგდენი არ ვიცი ვერ ხო ნუ ცოტა მოძიება უნდა ყველაფერს ცოტა ისეთი ის უნდა რა ქვია. ნაიცი როგორ რაღაცა მუღამი უნდა რა ბავშვობიდან ირჩევ რა ანუ უნდა გიყვარდეს ანიმე ან არა ანუ და ზოგიერთი მთელი ცხოვრება მაგ გადაწყვეტილებას მიინტოვი. ხო ანუ თანამედროვეობაში პროსტა ისაც იყო ადრე მახსოვს 2 წუთზე ანიმე რო ახსენებდი იმენავსო ის იყავი რა ქვია. არ მინდა ხ დავარგო ცენზურა და თქვა რაც იყო. რაღაც გოიმი რაღაცა რა ფუა. საზიზღრობა ხო რა ანიმეს უყურებ სოპანცი. მაგრამ ანუ იცი როგორი რაღაცა. მაგრამ 2 წლის წინ იყო ეგეთი ის აი კარგად მახსოვს. ბევრ ადამიანს ეზიზღებდა ანიმე და სანახად რა. ჩემს დროს მაგალითად დღემდე ეზიზღება ანიმე. მაგ პერიოდის და გამო. ანუ როგორი რაღაცა ისი community-ის ბრალია ალბათ უფრო იმიტომ რომ აი მაგალითად K-pop ჯგუფებიც აი BTS თუნდაც. ადამიანმა პროსტაზე რომ მოусმინოს, შეიძლება რაღაც ანუ გული არ აერიოს რა ხო ხდები. მაგრამ community ჩამოუყალიბდა ისეთი რომ ანუ რაღაც ცოტა ისეთი გამაღიზიანებელი ხალხი შეიკრა და რაღაცა და ანიმეებსაც ყავს ეგეთი ის საზოგადოება ზოგ ანიმეს და მაგათ გახდა ალბათ ეგრე უფრო. გერ მართლა ძალიან დიდი აუდიტორია რომელიც საზიზღრო. აი მაგათ მეტად რომ აფანატებენ რა რაღაც ეგეთი. აი ესენი რო იყო რა ქვია ქუდები ბილი ეილიშის თუ გახსოვს. ო აი რაღაც. აი მაგ ქუდების გამო შეიძულა სასწავმა ეგ ისა რა ქვია მსახიობი ძალიან ბევრმა იმან რა ქვია ადამიანმა. კი აი მე BTS-ი ხა მაგალითად
რო არ ყოფილიყო და ეგეთი აუდიტორია რო არ ყოლოდა რა შეიძლება მომისმინა, მაგრამ თავიდანვე ისე შევხედო რომ აი ახლა საერთოდ ინტერესს არ მაქვს და ვერც მოვუსმენ. ხო აი ზუსტად რა BTS თუნდაც აი რაღაცა ერთი ორი ის მომეწონა მაგათი იმ აუდიტორია რომ მათ შექმნა ახლა არ მაქვს სურვილი რომ მაგ აუდიტორიის წევრი გავხდე რა. აი მე ზოგადად ფანატიზმს არ ვიმხრობი რა, ანუ მე ვფიქრობ რომ არაფერზე არ უნდა ფანატებდი და არაფრის ფანი არ უნდა იყო. შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ფანი არ უნდა იყო რა და იმიტომ რომ ფანი ვიჩნდები მე ძალიან გასხოვებოდა, ანუ იმენა მაგის მანდელან გამომდინარე აზროვნებ ყველა სხვა საკითხზე და რავი. ძალიან ისეთი ის ყო, მახსოვს PewDiePie-ის ის რო იყო საბურს თუ გახსოვს რა. რეებს აღარ აკეთებდნენ ტიპები რა. PewDiePie versus T-Series. PewDiePie-ს ძალიან ადრე უყურებდი ხოლმე და აი ქართულ YouTube-ზე რაც გადმოვერთია იმის მერე აღარ მინახავს. ხო PewDiePie და T-Series ერთმანეთს რო ეჯიბრებოდნენ, ანუ 100 მილიონზე. აი მაგარი სერიოზული ფანატიზმი მიდიოდა მან თუ ანუ ხალხმა ეკლესიაში იმაში რა ქვია, ეკლესიაში რაღაცა და მეჩეთი ხო მეჩეთი ქართული მოსკვე ინგლისურად დიახ მოსკვე ხო და მან შევარდა ტიპი და გადაატარა ისინი რა ქვია იარაღ გადაატარა მათ შეკრებილ საზოგადოებას და subscribe to PewDiePie-ს გაიძახოდა რა ძალიან სერიოზული ისინი იყო ხო ანუ არის დღემდე ის და მაგის მერე გადაატარა PewDiePie და PewDiePie მაგის მერე ადგა და თქვენ ბიჭო არ ახართ კარგად და მორჩით სულ აღარ არის გადაობაო ხო ნუ კაი ანიმეთან გავიდა წიგნებთან როგორ ხარ აი წიგნებთან აი არა რო გითხრა კითხულობ მეთქი მოგატყობი ასე წახიბად აი წიგნებს რო რა საშინაოდ გიშტები რა აი არა ფენტეზი განსაკუთრებით წიგნებს ვკითხულობ რაც რავი რაღაცას მომწევს და გამომადგება და წიგნები მიყვარს აქვე მიდევს მაგიდასთან აი ბეჭდების თანებელი მეგობრებო საოცარი არა აი ლიტერატურულ წიგნებს ვერ ვკითხულობ აი შანსი არა ვერ წავიკითხავ წაკითხული მაქვს ამდენი მაგრამ ვერ წავიკითხავ სკოლის ხო აი არა ლიტერატურული რაღაც ამბავს რო გიყვება ან რაღაც ანუ ისე წიგნებს ვკითხულობ რაც რაღაცას გასწავლის აი ბაზარია ანუ ატომიკ ჰაბიტსი მაქვს წაკითხული ძალაუფლების ორმოზარვა კანონი მაქვს წაკითხული ო ეგ სერიოზულია Rich Dad Poor Dad მაქვს წაკითხული მოკლედ ანუ რაღაც ისეთი წიგნები რომელიც ცხოვრებისეულ რაღაცებს გასწავლის და გამომადგება რა ეს მისანუ კი არა ეგეთი ის ანუ მე უფრო ლიტერატურა ჰარი პოტერი წაკითხული მაქვს მაგრამ ჰარი პოტერს არაფერი არ ვსწავლებია რა ცხოვრებაში გამომადგა ასე რომ თადეგრო ზოგიერთი ფანტასტიკა კარგად თუ არის დაწერილი შემართ რაღაც საინტერესო უნდა ჩაუგვირდე პროსტა ეგეთი მას რა მუღამი ხო დიდი ფანტაზია უნდა გქონდეს მე დიდი ფანტაზია ნამდვილად არ მაქვს ხო მე მაგათი ისე მევასწრებ ჩემი წიგნები რომ აი ჩემ თემაზეც ვმუშაობ რომ რაღაცას წერ და რაღაცა ისეთ რამე რომ ეს ვაკეთებ რა ხო ანუ ბავშვობიდან რავი თუნდაც მაგ ჰარი პოტერი რო თქვი ერთი 5 ჯერ 6 ჩაუბრალოდ მაგ წაკითხული რა აი მთელი 6-7 წიგნი ფილმი მაქვს ნახე 5 ჯერ 6 ჯერ წაკითხული რა 7-ვე ნაწილი წაკითხული მექნება ალბათ ბოლომდე რა 6 ჯერ ეგეთ ხა წიგნები მიდევს თავზეც გვერდზეც ყველგან წიგნები მიდევს ფაქტობრივად ხა ასიო ხო ნუ აი ესე აი ბოლოს რომელი ფილმი ნახე რა აი და 10-დან ამდენს დაუწერდი ამ ფილმს ბოლოს რომელი ფილმი ნახე ამოც აიცავს რომ განმეორებით არა რა იმენა ახალი და ნული რო იყო ო არ ვიცი ბოლოს ფილმი უდის ნახე ეგეც არ ვიცი აი თუ განმეორებითაც ჩავთვალოთ ხალხო ანუ დაახლოებით რავი ალბათ 1-2 თვეა ფილმი არ ჩამერთავს საღოლში სერიალი ვნახე Squid Game ხრო გამოვიდა და მაგაზე მიდი გამოუშვა ის ჩავთვალოთ ჩვენი არა პირველი სეზონი ჯობდა ასე ვიტყვი მეორე სეზონი რაღაც 10-დან ამდენს დაუწერდი 10-დან დაუწერდი რავი 6 6-დან წინა სეზონი რამდენი იყო მაშინ ბარემ ეგ წინა სეზონი იყო 10-დან 9 ალბათ იმიტომ რომ მართლა კარგი იყო კი არა წინა სეზონი მართლა კარგი იყო ეს რაღაც რატო არ იყო კარგი იცი ეხლა ვიგეთ იმიტომ რომ Mr Beast-მა ისეთი ხარისხი დადო YouTube-ზე რომ ამ Netflix-ის სერიალს რო უყურებდი მეგონა YouTube-ის ვიდეო იყო აუ ის Prime ვიდეო რა ნახე ის Mr Beast-მა Prime-ზე დებს ვიდეოს ხო ხო რაღაც სასწაულები მეთქი ეს ჩავანაც Squid Game-ის მეორე სეზონი ამით გაუშვა ხო ანუ Squid Game ან Netflix-ის სერიალზე უკეთეს ტიპი YouTube-ზე აკეთებს რა ვიცი ხო Netflix-ში ანუ ის არის ცუდი რომ იცი რომ დასკრიპტულია და Mr Beast-ს რო უყურებ იცი რომ რაღაცა მართლა რაღაცა ხო ეგეც ანუ უფრო საინტერესო იჩდება ანუ მე Netflix-ის ფანი ვარ Netflix-ის ფილმები და სერიალები ძალიან მიყვარს ასე რომ ვერაფერს ვერ ვიტყვი კი მაგათ Mr Beast-ის იმას რო უყურებ და ხა storytelling-ი რაც დაიწყო მაგ იმან ამ ძალიან დამაინტერესა მაგის პერსონაჟები, მაგრამ აი 3-4 ვიდეო რო შემოყავს ერთი იგივე პერსონაჟი უფრო გაინტერესდება რა ლოგიკაც. ხო, სერიალები ვითიღებს რა და ძალიან საინტერესოა. იგი თან YouTube-დან დაიწყო მაგ ტიპმა, ანუ
არაფრიდან ფაქტიურად და იმედია საქართველოშიც მივალთ მაგის დონემდე. მივალთ, უბრალოდ ძალიან 5-დან 10 წელიწადამდე. მოკლედ დროში ნამდვილად 1-2 წელში ვერ მოხდება, შანსი. 4-5 წელი მინიმუმ გვინდა. ხო ეხლა რატი რო იღებს რა იმას, რატის პარი. აი ეგ არის სტელობა არის და ეგ ძალიან კარგია. ხო ანუ აი რო ეს ლაზერები რო გადაი. ხო სპონსორების რო გაეჩითენ ეგაც კარგია უკვე. აი ეგ არის რა, ანუ სპონსორების დეფიციტი, ანუ ძირითადად არიან კაზინოები და ბევრი იუთუბერი კაზინოების სპონსორობაზე უარს ამბობს, მაგრამ მე რო შემოთავაზო, უარს არ ვიტყვი მაგალითად, იმიტომ რომ სხვა ვერავინ ვერ გადაიხდის მაგ ხელა ფულს, რომ ეგეთი დიდი გრანდიოზული ვიდეოები დაგისპონსოროს. მართლა ვერავინ ვერ გადაიხდის საქართველოში. მაგრამ თუ შემოვლენ ახლა კომპანიები ისეთი, ვინც გადაიხდის, რატომაც არა კაზინოებს ვაფშე არც გავეკარებ ყველაზე. ბანკები მაგან, განსაკუთრებით ბანკები რო გაიჩნდა. საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი. ხო, რატო არა? არა, არის, ოღონდ ცოტა ისეთ შემეცნებით ვიდეოებს ასპონსორებენ. ხალხო ჩვენ შემეცნებითად ვიდეო არ ვიცი. საქართველოს ბანკის ადმინისტრაციას მიმართავ, ჩვენც შემეცნებითი არხი ვართ, შეგიძლიათ ლინკი არის აღწერაში, საკონტაქტო, ყველაფერი. არ არის პრობლემა. ანუ რაღაც ფილმი რო გადაიღეს მაშინაც, მეთქი შემოდიან და ხო, მეთქი შემოდიან და მივარ. არა, ანუ კარგი იყო, იმიტომ რომ ის მოახდინეს, რა ქვია, გამოაჩინეს საზოგადოებაში რა მოკლედ, YouTube-ი. და ეგეთი შემოდიოდნენ მეთქი გადავიღოთ ყველაფერი სანამ დროა. და ჩემი რჩევა იქნება რომ ვინც YouTube-ს იწყებთ არ დაიწყოთ ფულის გამო, იმიტომ რომ არაფერი არ გამოგივათ. მართლა არაფერი არ გამოგივათ. ვერც ფულსი შევით და ვერც არხი გაგივარდებათ, ანუ ორმაგად წაგებაში დარჩებით. ცუეთში და დრო გიკარგება რა ეხლა ამ მონტაჟში რომ აი შემთხვევით 10-დან 10 ფილმი არსებობს, აი 10-დან 10 რო დაუწერდი ვფიქრებდა ინტერსტელარი, ხო? კი. აი მაგალითად ჩემთვის სერიალებიდან ერთადერთი რომელიც შემეტავსახელს ამ ფკარის თამაშების პირველი მეოთხე სეზონი იყო რა. და სამ ბეჭდების თანებრივ მესამე ნაწილი ეგაც ტოპი. არსეთი არ მაქვს და ბეჭდების თანებებს არ უყურებდი არასოდეს. მართლა? ასე ძახი ჩემი არ გავყვი. ჩემს საყვარელი ნაწარმოები ის არის როგორი ფილმი. არა, ფილმებისგან, სერიალებისგან ძალიან შორს ვარ რა, ანუ. არა, ბეჭდების თანებებს უეჭველი უყურე, მართლა 3 საათი extended cuts უყურე once და 3 საათიანი თითო სერია და გაგისწორდება იმართლა ძალიან ჩემგან დიდი რჩევა მაგ იმას. კი. ანუ ტოპია ხალხო. ბეჭდების ერთ-ერთი ფილმი რომელიც კინოშეცნობს არ გადავიღებ არის ბეჭდების თანებები, იმიტომ რომ მაგ ფილმში შეცდომს არ ვიპოვი იმე და ცხოვრებას არ ბავშვობას არ გავინადგურებ. მოდი რადგან ბოლოსკენ უკვე გავდივართ ნელ-ნელა, კითხვები საკმაოდ სწრაფად ჩავიარეთ. კი. აი ისე YouTube დაუბრუნდეთ რა, აი ანალიტიკაზე რას გვყვა შენი არხის, აი როგორ უყურებ, რა დროს ხარ რომ მაგის გაანალიზებაში და ასე შემდეგ. აი ვიდეოს რო დავდებ, სრული ანალიტიკა ვიდეოს ჩანს ხოლმე, რავი 2-3 დღეში რა. დასრულებული ანალიტიკა, აი ზუსტი ინფორმაცია. ხო. მანდიდან უყურებ ხოლმე ძირითადად CTR-ს, ანუ thumbnails click through rates და average view durations, იმიტომ რომ ძირითადად ეგ არის რა. როგორ რამდენმა დააკლიკა, რამდენი დარჩა სადამდე. და ნუ იმ average view durations-ზე ვნახულობ ხოლმე სად გაწყვეტეს რა, რომ მე ეგ მომენტი დავინახო და მე მანდიდან გამოვასწორო რაღაც, მაგრამ როგორც ასე რომ ანალიტიკას უზივარ და ესე რაღაც გრაფები მაგ დაფაზე ვიწერ და ვინიშნავ და რაღაცა ეგრე არ ვარ, ანუ პროსტა უყურებ რა, გადავხედავ წინა ვიდეოზე უკეთეს შედეგი თუ არის, ესე იგი კარგია. ხო, click through rate-ის რამდენი პროცენტი გიქან? რამდენი პროცენტი გირჩე ხალხი, რამდენი პროცენტი რჩება რა შენი მომენტი? მოდი ვნახოთ. არ ვიცი პიად არ ვიცი. აბა, ხო გეტყვი. რივიალი ხალხო. აი ბოლო ვიდეოსი ვნახოთ მაგალითად 29600 ნახვა აქ. ვა, შენიერი. და click through rate აქვს 7 და 3, 7.3%. მაგრამ ანუ იმპრესიები აქვს ძალიან ცოტა მე ის impressions, რამდენ ადამიანს 336,000 ადამიანს ამოგდო მარტო რა და ის ძალიან ცოტა რეალურად. კი ბაზარია. ნუ საქართველოში ბევრი არც არის ხოლმე ერთად impression-ები მაგრამ არა მე მაგ ვიდეოები რომელსაც რავი 2 მილიონი და 3 მილიონი წაკ. რა და ვიცი მაგრამ ნუ ან საერთოდ თავარი ის არის რომ გამომწერებზე არ უნდა აკეთო YouTube-ზე კომენტარი ნახვები თუ ბევრი გამომწერებით მოდიან რა მე ლოგიკურად უკვე. ნუ ჩემი დევიზი არის ის რომ უბრალოდ საინტერესო ვიდეო უნდა გააკეთო და დარჩენ კი. იგი საერთოდ აი ხო თავარი არის ვიდეო იდოს რა და მე ხო ანუ არც გამომწერებს უყურებდი და არც ლაიქებს საერთოდ არ უყურებ ანუ არც მაინტერესებს რამდენი ლაიქი აქვს ვიდეოს რეალურად რა. გამომწერებს შეიძლება უფრო აკვირდები, იმიტომ რომ მაინც მივისწავ ფილმსკენ, ცოტა არხი გაიზარდოს, მაგრამ მონეტიზაციას საერთოდ არ უყურებ პირდაპირ გეუბნებით. აი მართლა საერთოდ არ უყურებ, აი თავის რო ჩამერიცხება
თავისი თუ ჩაირიცხება, ხშირად არც ორჯერ ავიღე მე მგონი მონეტიზაციის ფული. 60 ძალიან ცოტა წერს. მინიმალურად. ძალიან ცოტა წერს. კი, კი. ასე რომ ანუ არც უყურებ რა, თუ ჩაირიცხებ ხოლმე ვერც ვიგებ ისე და მე რო დავხვი და ვა ჩაირიცხა და ეგ არის. არ ვაკვირდები საერთოდ. ხო აი რამდენი აგიღე ის YouTube-დან მაქსიმალური თუ საიდუმლო არ არის. ორჯერ გამოვიტანე. 70 60 ერთი გამოტანა. ხო, ორჯერ გამოვიტანე, ოღონდ ანუ ეს მიყოლებით არა, ერთი გამოვიტანე. მე მგონი მაისში თუ ივლისში და მეორე ახლა, სავი 3 კვირისია ალბათ. ამ ძალიან ცოტა წერს რა. ხო, ეხლა რაღაცა სწავლი მოხდა, უცებ შუქი მომემატა. ვატაფი. რანაირად. კაი, ხახო უფრო განათებული ვარ, მომილოცეთ. გავსხივსდი. კაი. ან 60-70-ი გამოტანილი, ხო აი? კი. როგორც მახსოვს, ძალიან დაბალი ის იყო, რა ქვია. ძალიან დაბალ პროცენტობას წერდა და მომატებულია ისე შენთან. მომატებული არის, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა წერს რა. ბევრი ნახვა თუ არ გაქვს აზრი არ აქვს. ხო აი 1000 ნახვას ადრე რო წერდა რაღაც თითო ცენტს და 2 ცენტს, ეხა ეგ არა, მომატებული აქვს კი. ეხა ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ყველა ვიდეოზე სხვადასხვანაირად არის ეს ერთი მის თქმა არ შეგიძლია, მაგრამ Google-ში ჩაწეროთ ჯორჯია ის რა ქვია, RPM-ი ქვია მე მგონი, მაგას ხო, RPM არა მოგიგდებს ეგრე ზუსტად რა, მოგიგდებს რაღაც ზუსტად არა, მიახლოებული მას ამოგიგდებს, იმიტომ რომ ზუსტი არ არსებობს. ყველა ვიდეოზე სხვადასხვანაირად წერს, კონტენტის გააჩნია. ხო. ეხა entertainment-ს მე როდებ შეიძლება, სხვა ის დამიწევს, ვიდრე თქვათ შევდადებ gaming-ს ან რაღაც ეგეთი. კი, სხვადასხვა წერს. იმიტომ რომ ანუ ისე რომ დავაკვირდე YouTube-ზე კიდე მნიშვნელოვანი რომ გრძელი ვიდეოც იყოს რა, თუმცა 5 და 6 წუთიანს უფრო ნაკლებად მონეტიზაციას უფრო ნაკლებად დაგეწერს და უფრო ნაკლები ხალხი რეკლამა ეტევა პატარა ვიდეო. ხო, ზუსტად მაგაზე უფრო ან პატარა ვიდეო ხო, გირჩევთ რომ არ თუ დებ შორტი დადოთ, ჯობია. არა, პატარა ვიდეოების დადეთ დამჯერეთ, იმიტომ რომ თუ საინტერესო იქნება, არაფერს შევა რამდენი წუთიადი. არა, რამდენი წუთიანი პატარაში ასრულებს რომ შენ, მე მგონი 5 წუთიანზე ნაკლებს. 5 წუთიანზე ნაკლები არის პატარა. ხო, საშუალო არის ჩემი აზრით, რა მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ 8-დან 12 წუთამდე დავდო ხომ. ხო, ეგ არის ნორმალური ვიდეო რა და კიდე არის გრძელი ვიდეო. მე დავდებ ხალხო, თუ 12 წუთზე მე დავდებ, იქნება რავი, ან რაღაც ძალიან გრანდიოზული ვიდეო, ან რაღაც რა ვიცი, გრძელი მოგოთ რა მე ისეთი რომ ჩაუჯდე და უყურო, მაგრამ ესე უბრალო ვიდეო 15 წუთზე მეტი არ იქნება. ხო, ნუ გასაგე, ჩემეთ მაინც 5 წუთიანს ნაკლები ვიდეო უნდა დაიდოს შორტებად, იმიტომ რომ შორტების ნახვევიც არ არის სრული, თან გლობალზე შეიძლება გავფრინდეს უცებ ძალიან მარტივად. ხო, ნუ მე ჩემ არხზე შორტებს არ ვდებ, ასე რომ მაგასთან გამოცდილება არ მაქვს. ხო, ისე მალე დაიდება, ან შეიძლება უკვე დაიდო ერთი შორტი ჩვენ არხზე, რა. ვიდეოები დამოვჭერი რამდენი მომენტი და იმას დავდებ შორტებად. ხო, ეგრე შეიძლება. მარტივიცა, იმასაც გიტოვებს, ანუ რაღაც ეპიზოდამდე retention-ს რა. უბრალოდ შორტებს თუ დადებ, მთლიანად არხი გადაწყობა შორტების არხზე და long ვიდეოები დიდად ვეღარ იმუშავებს, როგორც საჭირო, ასე რომ თუ long ვიდეოებზე გინდათ ყოფნა, შორტებს მოერიდეთ. ხო, შორტები უნდა დადო ისეთ პონჩი, რომ თქვა დიდი გადაცემები გაქვს და ამ გადაცემიდან გადაცემამდე რაღაცა გინდა რომ დადო, რომ ანუ არ დაკარგო რა ხალხი. ნუ კაი, ბოლოსკენ, აი რამე რჩევას ხოლმე მისცემდი დამწყები YouTuber-ებს, რომელსაც უნდა რომ ეხა დაიწყონ რა YouTube-ში. ჩემი რჩევა იქნება ის, რომ უბრალოდ დაიწყეთ. აი ძალიან მარტივად. რაც გაქვთ, იმით დაიწყეთ, ანუ არც კამერის ყიდვა არ გჭირდებათ, არც მიკროფონის ყიდვა არ გჭირდებათ, რაც სახლში მოგეპოვებათ, უბრალოდ დაიღეთ, დაფიქრდით იდეაზე, რაც ანუ იდეაზე ის კი არ გადაიღოთ, რასაც ბევრი ნახვა აქვს. ის გადაიღეთ, რაც გამოგდით და რაც თქვენთვის არის საინტერესო რა. ნახვების გამო თუ გადაიღეთ, აზრი არ აქვს, ყალბი იქნებით. ასე რომ უბრალოდ აიღეთ ტელეფონი, რავი, ყველას აქვს ტელეფონი, აიღეთ ტელეფონი, მოიფიქრეთ და თქვენთვის საინტერესოა და რაც გამოგდით და გადაიღეთ. ხა მარტივად. ხო, ბევრი მაგალითად ვიდეო მონტაჟს უყურებს ძალიან რთულად. არ არის ხალხო ეგეთი ის მართლა. დაწყებაში დაწყებაში მარტივად დაიწყებ დამოყენებას რა. მე ცოტა მოგიწევთ სწავლა, მაგრამ დაწყებაში მართლა გაგიმარტივდებათ რა, თქვენც იგაიფებთ და როგორც ედიტორი, საერთოდ არ გაქვთ გამოცდილება არც ერთ სამონტაჟო პროგრამასთან. ავიდან რავი, ერთი კვირა გაგიჭირდებათ. კაპკატი გამოიყენეთ, იმიტომ ძალიან მარტივია. მაგრამ ეხა ეგრევე პრემიერს ნუ მიახტებით, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ძალიან გაგიჭირდებათ, ელემენტარული მაინც უნდა იცოდეთ. და მონტაჟი ხა დიდი ყურადღება, რავი, დამწყები როცა ხარ არ მგონია უნდა მიაქციო, ხა თუ საერთოდ არ გაგამოცდილება, ხა მე არ განსხვავდა რამდენიმე არხზე რაღაც შეხება მონტაჟთანს, ნუ თავიდანვე ვცადე რომ კარგი გამეკეთებინა რა, მაგრამ თუ საერთოდ არასდროს არ გაეკეთებია და ახლა იწყებთ, უბრალოდ რაც იცით, უბრალოდ ეგ გაკეთეთ. არა ესე ჯერა ეგრევე პრემიერს რომ მივახტი. ბიზნეს დონეზე ახვალთ და ვარსკვლავს წაეთამაშებთ, ვერ იზავთ.
მე მგონია პირველად რომ დავიწყე, მეთქი რითი დავიწყო თქო და ვეკითხები რომ ისეთ ვინც იცის სისტემა. ან თქო არ მაგ გამოძიებას საერთოდ მონტაჟში არაფერი ის იყო რა რამდენი წელს ვიყავი. თქვა 10 წლის წინ რა. რომ დავიწყე მონტაჟი და იკაცო პრემიერი გამოვიყენე კარგია. მეთქი გამოვიყენე პრემიერი და კი მომიწია 10 წელი დამოღება რომ ეს იქათება, ეს ზემოდან ედება. ეს ასიზღრობა იყო ანუ არ დაიწყო პრემიერით. ზედმეტად მენუალ პროგრამა არა, ყველაფერს ხელით აკეთებს, რომ თუ გამოცდილება არ გაქვთ, ზედმეტად ბევრ დროს დაკარგავთ პირველ რიგში ეგ. ძალიან დიდი ხანი დაგჭირდებათ რომ ლამაზად გააკეთოთ და სწორად როგორც წესია, ასე რომ უბრალოდ ან კაპკატი გამოიყენეთ ან ფილმორა, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი ეგ არის. იგი იმიტომ რომ ხელით გიწევს მართლა პრემიერში ყველაფერს კეთება და ანუ ანიმაცია რო ანიმაცია ან რაღაც პრესეტები უნდა გადამოწერო ან ვიღაცის იმითი რა ხოაზე. ყველაზე ტუტორიალები. კიდე ერთი შევა იქნება ის რომ ეცადეთ ხშირად დადოთ ვიდეოები. მე არ მომბაზოთ, იმიტომ რომ თვეში ერთხელ ვდებათ, ვეღარ ვიცი, მაგრამ დასაწყისში თავიდან მეც ხშირავდებდი რა კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ და ეცადეთ რომ მინიმუმ თვეში 2 ვიდეო მაინც დადოთ რა. იმიტომ რომ არხი მოკვდება, აი ჩემი არხი ძლივს გავაცოცხლე, მართლა ძლივს გავაცოცხლე, ყველა ვიდეოს ვდებდი თვეში ერთხელ და ახლა დეკემბერში ძალიან მოვინდომე და მე მგონი 2 ვიდეო დავდე თუ 3 არ მახსოვს, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან იმას ვქენი რა, კონცენტრირდი ამაზე, იმიტომ რომ კვდებოდა არხი. ხოლო სწორიც არის. ხლა ნიკასთან და როგორც მახსოვს ბოლო ვიდეო თემპისთან, ხო? კი, ბოლო ნიკასთან არის და ნუ იმ წელს ძალიან მისიამოვნე მაგ ვიდეოთი კი. მეც 2024-ში მაგით დავამთავრეთ რა და ეხლა 25-დან კარგი რაღაცები გავუდებათ, ასე რომ არ მოდუნდეთ. ხო ან ჩერის არხი ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გადავდივართ ქვემოთ არის აღწერაში დიდად წითლად, გადავიდეთ გამოვიწეროთ, გავახაროთ ეს ჭაბუკი. კი, ეს არხიც გამოვიწეროთ აუცილებლად. კარგი. მაშინ ეგ არის მორჩით ჩერი, ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიე ონლაინ. მადლობა შემოწვევისთვის. მალე გისურვებ რომ ლაივშიც გადასულიყავით. აუ, იმეც აი ერთი სულ ხალხო, აი ცოტა მოვიხოდოთ არხი და მე სტუდია იქნება ყველაფერი ჭირულად. თავარია თქვენგანაც ლაიქები, საბსკრაიბები არ დაგვეცალოს რა. კაი, მადლობა ჩერი კიდევ ერთხელ. დროებით დაგემშვიდობები ხალხსაც დავემშვიდობოთ ახლა. მადლობა მეგობრებო, ვიც ბოლომდე უყურეთ ამ პოდკასტს. თუ გსურთ რომ გაგრძელოს აუცილებლად გლიჯეთ ლაიქს, subscribe-ს, კომენტარს, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და ბაი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace. კაი გამოვიდა მე ხო?